ვიღუპებოდით. ამის სულ ორნიღა დავრჩით და ამ ფონზე შენ იმას ჭივი რომ სახელმწიფოებრივად ავტოკეფალია გაგვიუქმეს? რუსეთმა გადაგვარჩინა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ბიძი ის სადაც მე ახლა ვისაუბრე არის ქართველი რუსეთუმეების საყვარელი ნარატივი, რომ რუსეთმა გადაგვარჩინა, გვიხსნა და სხვა აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა ამის ფონზე. და ისტორიას რო გადავხედოთ, რუსეთის საშუალებით მოდი მართალი ვთქვათ, გადავრჩით ჩვენ. ფიზიკურად გადავრჩით, ხო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა ერეკლე მეორეს არ გადაარჩინა რუსეთმა ქრისტიანულ საქართველოს გენოციდისაგან და განადგურებისაგან. მაგრამ როგორი იყო სინამდვილე? მე-19 საუკუნის დამდეგს, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართული სამსამთავრობი დაიპყრო, ხასუსამ დაიპყრო და არასაკუთარი ნებით შეიერთა, საქართველოს მოსახლეობა მის თანამედროვე ტერიტორიაზე დაახლოებით 800,000 ადამიანს შეადგენდა. 800,000 ვიღაც შეიცხადებს კიდეც. მაშ მართლა გადაურჩენილვართ. მაგრამ რა სიტყვით თუ კი გავიხსენებ იმდროინდელი მსოფლიოს მთლიან მოსახლეობას. როგორც თანამედროვე მკვლევარები აფასებენ, მე-19 საუკუნის დამდეგს ჩვენ პლანეტაზე დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ამრიგად, როგორც ხედავთ, მაშინდელი 800,000 პროპორციულად იმაზე მეტია, ვიდრე დღევანდელი 4 მილიონი. ეს იმას უოლს არ ნიშნავს, რომ საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები საერთოდ არ აწუხებდა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას საკმაოდ რთული ვითარება იყო შექმნილი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მქონდა მხარეები დასავლეთ საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე იყო. მთლიანობაში კი მე-19 საუკუნეში ჩვენ ყველაზე მრავალრიცხოვანი კავკასიელი ერი ვიყავით. ამდენად, როდესაც მორიგი პრორუსი პროპაგანდისტი, ანდაც რუსეთუმე ბიზნესმენი დავარდება ქადაგად და დაიწყებს ლაპარაკს იმ შესახებ, თუ როგორ გადაგვარჩინა რუსეთმა, უნდა გვახსოვდეს, ისინი ცრუობენ. სინამდვილეში მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ იმ თემის შესახებ, რაზეც საუბრობენ. ანდაც შეგნებულად იტყუებიან. თუმცა რუსეთუმეების შემთხვევაში ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს. თქვენ კი დაგვიტოვეთ კომენტარები და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.